დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ გადაცემის ამ ნაწილშიც ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ბადრიძე, ვასილ კაჭარავა და გიორგი მუჩაიძე. გიორგი ბადრიძეს მინდა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება შეიცვალოს ან რა გამოწვევების წინაშე დგას ამ წუთას საქართველოს სახელმწიფო გამომდინარე იქიდან რომ მის მთავარ პარტნიორს ყავს ახალი პრეზიდენტი. თავარი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების არის ჩემი აზრით ახალი და ძალიან სერიოზული ძალისხმევის მიმართვა შეერთებულ შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საკუთარი ინტერესების, საკუთარი და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორხრივი პარტნიორობის ლობირებისთვის. მე უდის დაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ გასული 4 წელი რაიმე განსაკუთრებული მიღწევებით ამ სფეროში არ გამოირჩეოდა. ეხლა როდესაც დონალდ ტრამპს განცხადებული აქვს თავისი გარკვეული პრიორიტეტები, რომელიც არ არის მიმართული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გამყარებაზე, მას არასდროს არ უთქვამს, რომ მისი ამოცანა იქნება მსოფლიოში თავისუფლების მხარდაჭერა და ასე შემდეგ, ჩვენ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ დავრჩეთ რაღაცნაირად ჩვენი მთავარი პარტნიორის რადარის ეკრანზე. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ წარმატება უსურვო დავით ბაქრაძეს, უსურვო ჩვენს ახალ ელჩს ვაშინგტონში, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას ვუსვავ, რომ მისი წარმატებისთვის აუცილებელია რომ ჩვენ ხელისუფლებას გქონდეს სრულიად თანმიმდევრული გეგმა იმისა, თუ როგორ გამოიყენოს აქ უკვე ნახსენები არაერთხელ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩარჩოები, როგორ მოხდეს პრაქტიკულ სიფრთხეში გადატანა ამ ლაპარაკისა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და ასე შემდეგ. ანუ ამ ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ამ დონეზე შენარჩუნება ან მისი განვითარება დამოკიდებული იქნება უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლების აქტიურობაზე. ზუსტად ასეა საქმე, რადგან ჩვენ ბევრი სხვა მიზეზის გამო არ ვიქნებით ამერიკული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ვთქვათ, ათეულში სრულიად ზუსტად შემიძლია გითხრათ. სხვათა შორის ობამას ადმინისტრაციაც გამოირჩეოდა ერთგვარი ინდიფერენტულობით მეტნაკლებად წინა ადმინისტრაციებთან შედარებით, არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად ევროპული მიმართულებისთვის და დეკლარირებულიც იყო, რომ მისი მთავარი ინტერესია ახალი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება წყნარი ოკეანის ქვეყნებთან და მაინც და მაინც დიდი წარმატებით არც იქაურობა, არც ის რეგიონი დაუტოვებია თავის მემკვიდრეობად, აგერ ფილიპინები შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ხნის უახლოესი პარტნიორის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკისთან პარტნიორობა საერთოდ აღარ აინტერესებს, ხო? სხვა საკითხია, რას მიაღწევს პრეზიდენტი დუტერტე, მაგრამ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს პრიორიტეტი, რომელიც იყო განცხადებული ობამას მიერ. ასე რომ კიდევ ერთხელ ხას უსვავ, ჩვენ ხელში იქნება მხოლოდ ის, თუ შევძლებთ თუ არა არსებულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება. ბატონ ვასილ, თქვენ რას გვეტყვით საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობაზე, რა ეტაპი დგება თქვენი აზრით და რა სირთულეები და გამოწვევები შეიძლება არსებობდეს ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის? მე გამოწვევებს და სირთულეებს არ ხედავ, გამოწვევა მუდამ არის, რომ ჩვენ ეს მოკავშირეობა ჩვენი და ამერიკის მოკავშირეობა რაც შეიძლება უფრო ეფექტური იყოს და როგორც სწორედ ვანა ბატონმა გიორგიმ, ჩვენი ელჩი გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს მის მორბედზე, უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს ვაშინგტონში და რასთავარია ჩვენმა მთავრობამაც უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს, გამოიყენოს ის ძველი რესპუბლიკური კავშირები, სხვათა შორის და დარწმუნებული არის რესპუბლიკელები არსად არ დაკარგულან, ისევ ასე ამერიკის პოლიტიკაში იქნებიან ტრამპის ადმინისტრაციაში, თუმცა პოლიტიკა ზეპარტიულია რასაკვირველია ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც. ასე რომ ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს, მე მგონი, შეიძლება ათეულში არ ვიყოთ, მაგრამ მე-11 თუ იქნებით, არც ეს იქნება ცუდი და გიბა და მართლაც იმაში შემიძლია დავეთანხმო, რომ იცით მართალი ესე ჩახუტება არ იყო როგორც ბუშის დროს, მაგრამ მაინც ურთიერთობა გრძელდებოდა, თუმცა რასაკვირველია რეზერვები ამ ურთიერთობაში არის და ეს უკვე ქართულ პოლიტიკოსებზეა, რომ მაქსიმალურად უნდა გააქტიურონ თავისი ურთიერთობა. მაგრამ ამ აქტიურობის, ასე ვთქვათ, ზღვარი სად გადის, როდესაც აი პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, ხო, ხა ეს ათეული იქნება თუ 11-ეული, არ ვიცი არც მე, ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ამდენი სერიოზული პრობლემაა მსოფლიოში და სადაც დომინანტური როლი ამ პრობლემების გადაწყვეტაში ენიჭება შეერთებულ შტატებს, საქართველოს ხელისუფლების აქტიურობამ რა ხელშესახები შედეგები შეიძლება? საქართველოს თავისას უნდა ეცადოს
გადაუხადოს მე იმის თქმა მინდა თორე ესე საქართველოს ხელისუფლებამ რათა უნდა გააკეთოს სოფლიო ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინაა როდესაც აქტერი შემოვარდება და ბომბავენ ჩვენ ქალაქებს არა და ესეთი რამ სულაც არ გჭირდება მაგრამ შესაძლებლობა არსებობს ამისი და ეს უნდა გაკეთდეს რატო არ უნდა გაკეთდეს და ისიც უნდა გვავიწყდება რომ აღმოსავლეთ ევროპა და აღმოსავლეთ ევროპა სწორედაც რომ პრიორიტეტია თქვენ გახსოვთ ობამამაც კი რომელმაც აი სწორედ წყნარი ოკეანის ხარჯზე მიატოვა გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპა და მისი სტრატეგიული დახმარება პირველ წლებში ბოლოს ისიც კი მიხვდა რომ ასე აღმოსავლეთ ევროპის მიტოვება არ შეიძლება ქალბატონი ხილარი მით უმეტესაც აქტიურობდა და ამ შემთხვევაში ეს არის ზოგად ეროვნული ხედვა როგორ ახლა ამერიკა ევროპასთან თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია არის ძველი ევროპა საფრანგეთი გერმანია რომელიც ხედავთ როგორ ჭოჭმანობს მაგრამ არის ახალი ევროპა აღმოსავლეთ ევროპის სახით და ჩვენ სხვათა შორის ისტორიულად ყველაზე ძველი ევროპა ერთ-ერთი ყველაზე ძველი შეიძლება ასე ვთქვათ და აღმოსავლეთ ევროპის და ევროპის გოდოლი ასე ვთქვათ უკიდურეს აღმოსავლეთში ასე რომ მე ამას ვერ ვიტყვი რომ საქართველოს ასე ვთქვათ ყურადღების მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს თუ სტრატეგიული ხედვა და ევროპასთან თანამშრომლობა აქტიური თანამშრომლობა ამერიკას აინტერესებს და ეს უდაოდ ასე იქნება ნუ უბრალოდ ხო რასაკვირველია გააჩნია რომელ რიგს დავიკავებთ აქ მაგრამ აქ ჩვენც უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რასაკვირველია არ უნდა გადავიმტეროთ ჩვენი აგრესიული მეზობელი ამით მაგრამ ნუ ჩვენი გადამტერებული ყავს ისე მაგრამ ნუ მაინც როგორც იწყვიან ხო იცით ახლა ასე ხო ვცდილობთ ასე ვთქვათ რაღაცნაირად მოვაწესრიგოთ ურთიერთობა მაგრამ ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებია და ალბათ აქედან უნდა გამოვიდეთ და ბატონი გიორგი მუჩაიძე დაასრულებს ჩვენს საუბარს საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით თქვენ რა აქცენტებს დასვამდით ბატონ გიორგი ისეთ რა არის არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს არ აქვს ხოლმე და ნიუანსური სტრატეგია ხო სანამ არ გაიმარჯვებენ არის ზოგადი ხედვები და შემდგომში უკვე ძალაუფლების გადაცემიდან შემდგომი 6 თვის განმავლობაში ეს სტრატეგია რეგიონების მიხედვით დეტალურად მუშავდება შესაბამისი ამ სტრატეგიის განხორციელების პირების შესაბამის თანამდებობებზე ინიშნებიან და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც განაახლონ და ახალი კავშირების დაამყარონ ხო რესპუბლიკურ პარტიასთან ქართულმა მხარემ ჩვენ დიპლომატია არა მხოლოდ დიპლომატია სწორედ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე პრემიერ-მინისტრი იქნება თუ ეს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ თავდაცვის მინისტრი ეს და ასევე პარლამენტი და რა თქმა უნდა კონგრესში ახალდარჩეული სენატორები, კონგრესმენები, აი ამ ხალხთან სერიოზულად უნდა დაწყებული იქნას მუშაობა, რომ აი ამ დროს შემუშავებულ სტრატეგიაში რაც შეიძლება მაქსიმალურად აისახოს ჩვენთვის სასარგებლო მიდგომები და ჩვენი რაც მნიშვნელოვანია კიდევ ძალიან ჩვენი თემები არ ჩამოიწიოს. მე ერთ რამეს მინდა გავუსვა ყურადღება, ხო, ინტერესი მოდის ყოველთვის ქვეყნისა, სხვა ქვეყნის მიმართ გამომდინარე იქიდან თუ ამ ქვეყანას რამდენად აინტერესებს კონკრეტულ ქვეყანაში ჩართულობა. ანუ ეს ინტერესი ჩვენ რითაც შეიძლება აღვწროთ, მოგეხსენებათ, არის გასაგებია ეს ტრანზიტული დერეფანი ვართ, ენერგოდივერსიფიკაციას უწყობთ ხელს, ძალიან დიდ წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მაგრამ ამაზე ყველაზე ერთად აღებული, ამაზე ნაკლები არ არის ჩვენი დემოკრატიული განვითარებით რეგიონისთვის მაგალითის მიცემა. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის ზომაზე გაცილებით უფრო დიდი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ამ მაგალითის მიცემით, იმიტომ რომ მთლიანად რეგიონში შეიძლება დემოკრატიული პროცესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი, რაც ნამდვილად შედის როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, რამდენადაც ის საფრთხეები, რაც მოდის ძირითადად სწორედ ავტოკრატიული რეჟიმებიდან და ქვეყნიდან და დემოკრატიზაციის პროცესის ფორსირება არის სწორედ ერთ-ერთი უება არის წამალი ამის. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ ვასილთან მინდა დავაზუსტო ერთი საკითხი, თავშივე მინდოდა მეკითხა, მაგრამ შობს გვიან ვიდრე არასდროს. წითელი ფერი და წითელი შტრიხი თქვენს ჩაცმულობაში ეს რესპუბლიკურ პარტიას უკავშირდება. რასაკვირველია, ტრამპის ხათრით. დიახ და ამერიკის ხათრით. ბატონო, შეიძლება დავამატოთ ერთი რამე მინდა დავამატოს გიორგი, თუ შეიძლება, როდესაც საქართველოსზე სხვა ჩვენ ძალიან კარგად ისაუბრა დღეს ელჩმა, რომელმაც და გამოაცხადა ეს გამარჯვების შესახებ, მან თქვა, რომ დღეს ამერიკის ხალხმა ხმამის არჩევანს
რომელიც გიორგის არ მოსწონს, მაგრამ მე მომწონს, მაგრამ რა ვქნათ. მაგრამ ერთი რამე არ იცვლება ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, და თუ შეითვლება უკეთესად. გასაგებია, ბატონ გიორგი, გისმენთ. პატარა რეპლიკა, ჩვენ რო ჯამთელი პოლიტიკური ურთიერთობები ქონდეს ჩვენი ქვეყნის შიგნით, მე ვიცი რომ ჩვენ გვაქვს, ჩვენ ქვეყანას აქვს ერთი ძალიან სერიოზული რესურსი ტრამპთან ურთიერთობის და მე მაქვს ეჭვი რომ ეს რესურსი ახლა ოდესიდან ამერიკაში გადაინაცვლეს. სააკაშვილს გულისხმობ. დიახ, ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობები აქვს ამ ორ ადამიანს, მაგრამ თუ სერიოზულად გინდათ ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. თუ სერიოზულად მე მინდა გიორგი მუჩაიძეს გამოეხმარო და უთხრა რომ ჩვენ ვურჩიოთ ჩვენ მთავრობას რომ დაუბრუნდეს იმ ძველი კავშირების აღდგენას ჩვენს რესპუბლიკელ ძალიან კარგ მეგობრებთან, რომელთაც ჩვენ ძალიან ხშირად სრულად დაუმსახურებლად ლანძღავდით და იმედად ნახოთ აი ეს კონტაქტები რომელი ქვეყნის პოლიტიკაზე პოვებს ასახვა საქართველოსაზე თუ უკრაინისაზე ამას დრო გვაჩვენებს იმიტომ რომ სააკაშვილი ახლა არის როგორც თავად ვეთქვა უკრაინელი პოლიტიკოსი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის გიორგი ბადრიძე, ვასილ კაჭარავა და გიორგი მუჩაიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ მე ამით გემშვიდობები, თქვენ წინ გელოდებათ ნინო ჟიჟილაშვილი რუიანის სტუდიიდან სულ რამდენიმე წუთში.